This is it. ანუ უნდა გადავიტანო, გავუძლო და მე YouTube-ს ვიღებ. ჩემ თავს მინდა რომ დაუსახო მიზანი. 8 ჩვევა ყოველდღურად შევასრულო. იმდენად ქაოსია ჩემში, რომ არ ვიცი. What's being done and why? რასაც შეძახებს შენს თავს, იმას ამოგძახებს. მოკლედ, ყალში ამომივიდა. გრძელი თმები და შევიჭერი. ეს ვიდეო უნდა მეთქვა, არ ვიცი, ანუ რატო არა. ჭირდება რომ რაღაცა თავიდან ბოლომდე ჩვენ გავაკეთოთ და საქმე იმაში, რომ YouTube-ის გადაღება უცადე რამდენიმეჯერ უკვე. მგონი 3-ჯერ თუ 4-ჯერ და რამდენჯერაც უცადე გადაღება, იმდენჯერ ჩემი თავი არ მომწონს. განსაკუთრებით, როცა საღამოა და სამსხურის მერე ვარ მოსული სახლში და მინდა ვიდეოს გადაღება. არ ვიცი რატო, ანუ ახლა შემსახეს რომ უყურებ არ მომწონს და ისე დისკომფორტია, რომ აზრი აქვს, მაგრამ this is it. ანუ უნდა გადავიტანო, გავუძლო და მე YouTube-ს ვიღებ. რაც ამ ვიდეოში უნდა გავაკეთო, არის ძალიან პრაქტიკული და საინტერესო რამე. ჩემ თავს მინდა რომ დაუსახო მიზანი. და ეს მიზანი გამოიხატება იმაში, რომ 8 ჩვევა ყოველდღურად შევასრულო. აგიხსნით მოკლედ backgrounds. უნივერსიტეტი რაც დავამთავრე, მაგის მერე ვარ ძალიან უსაქმოდ და ასევე ნერვიულობ იმის გამო, რომ ვალდებულება არ მაქვს, რომ რაღაცები ვაკეთო რა. და ძალიან დაკარგულად ვგრძნობ თავს მაგის გამო, რომ აღარ ვარ სტუდენტი, აღარ მაქვს ვალდებულებები და საკეთებელი სამსხურის მე არაფერი არ მაქვს, სამსადნო არ მაქვს. ძალიან უცნაური გრძნობა იქ, იმიტომ რომ მთელი 22 წელი გავატარე, 6 წლიდან 22 წლამდე დრო გავატარე იმაში, რომ სულ რაღაცებს ვაკეთებდი, იმიტომ რომ სულ ვალდებული ვიყავი, რაღაცები გამეკეთებინა და ძალიან ჩვევაში მაქვს უკვე ეგ. და ახლა როცა ჰოპ და აღარაფერი, აღარ მაქვს დედლაინები, აღარ მაქვს წასაკითხი და აღარ მაქვს დასაწერი, ძალიან უცნაურია. იმდენად რამე უნდა ვიყონო, რომ ეს ქაოსი როგორმე ჩაწყნარდეს. ბევრ რამე ვცადე. საკმაოდ. მაგრამ პრაქტიკალური რაღაცები არ გამოდის რა. რამდენჯერაც ჩემ თავს არარეალისტური მიზანი დავუსახე და თქვი რომ ამას მე უეჭველი შევასრულებ და გავიჭირვებ და შევასრულებ, არ გამომივიდა. იმიტომ რომ პატარ-პატარა, ანუ ნაბიჯ რაღაცებით უნდა დაიწყო დიდი მიზნისკენ სწრაფვა. ეგრე არის ზოგადად. გიყვებით როგორ ვამენეჯმენტებ მაგას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ასევე რამდენიმე დღეს გადავიღებ როგორ ვასრულებ ამ მიზნებს. ესე იგი Notion-ი არის ერთი ძალიან კარგი აპლიკაცია, ხოლმე განახებთ. არის Notion-ის აპლიკაცია, სადაც შეგიძლია რომ გვერდების შექმნა რა. Marketplace-ში არის ბევრი template-ი. აი მაგალითად to-do list-ი, habit tracker-ი და ბევრნაირია რა. რაც გინდა template-ი არის და მოკლედ მე გავაკეთე habit tracker-ი, აი ასეთი. სადაც არის კვირის დღეები, ჯერ ვერ დამიწყე არაფერი არ არის შევსებული. აქ არის habit list-ი, ანუ ჩამოწერილი მაქვს ჩემი გეგმები. აქ არის მთლიანი თვე და მოკლედ ესე რომ ასრულებ იმ დღეს, იმ დღის იმ ჩვევას, ასე რომ ვთქვათ, ივსება ნელ-ნელა და 100%-ად აღწევს და მე მოკლედ ანალიტიკებსაც გითვლის რა habits, ანუ რა ჩვევები ყოველდღიური დაუწესე ჩემ თავს მიზნად და მინდა რომ შევასრულო. უცებ განახებთ ამ კალენდარს, რომელიც ჩემო თანამშრომელმა მაჩუქა Secret Santa-და და ძალიან საყვარლობა რაღაცა, ანუ ყოველ დღე აწერია ერთი quote. ინდელი ფრაზა არის, რომ ჩემს საყვარელ საქმიანობას მოქვს ფინანსური კეთილდღეობა. აი ხვალინდელი არის, რომ ვიზიდავ სამართლიანობას და კანონზომიერებას ჩემს ცხოვრებაში და ყოველ დღე ვახევ და ამებს ვკითხულობ და ძალიან კაი რამეა. აქ არის ჩემი Beatles-ი და ჩემი Lana Del Rey და ჩემი პატარა პრინცი და Bedford Falls-ი და ჩემი რაღაცები. გადავიდეთ ჩვევებზე. პირველი ჩვევა არის მინიმუმ 7 საათი წილი. ანუ საკმაოდ მარტივი შესრულებელია და ეგეთი პატარ-პატარა რაღაცები მაქვს დაწესებული, იმიტომ რომ აი 7 საათი უნდა გეძინოს ადამიანს რა. თუ საკმარისად არ გამოვიძინე, იმ დღეს საერთოდ არ ვარ. მეორე მაქვს რომ სამშაბათო კვირის დღეებში შევდგე მაქსიმუმ 9-ის ნახევარზე. ვიკენდზე მაქსიმუმ 11-ის ნახევარზე. ესეც მარტივია. წამლის დალევა. ადამიანები, ვისაც წამლები გაქვთ დასალევი დალიეთ. მე მეზარება ხოლმე, რა და ნუ ყოველ დღე უნდა ვსვა ის წამალი. Anyways, შემდეგი არის მედიტაცია, იოგა ან ვარჯიში. აქედან რომელიმე რომ გავაკეთო. თან ვარიანტები რომ აქვს. შემდეგი არის სამუშაო გეგმის გაწერა, ეს სამსახურს ახება, რომ ტასკები გავწერო, როგორც კი სამუშაო დღე დამეწყება. მეცადინეობა მინიმუმ 1 საათი, რასაც ახლა გავაკეთებ. Journaling, ანუ დღეში რაღაცები ჩავწერო. ფილმის ყურება ან წიგნის წაკითხვა.
წიგნის წაკითხვის შემთხვევაში მინიმუმ 30 გვერდი. 8 ჩვევა ყოველდღიური, რაც მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში დავნერგო იმისთვის, რომ თავი გრძნო პროდუქტიულად და არ ვიშფოთო ბევრი. ვიწყებთ ახლა მეცადინეობას. რა უნდა ვიმეცადინოთ? არ ვიცი. ბოლო პერიოდში გავუწყდა რომ ბიზნეს ანალიტიკა ვისწავლო. და ერთი კურსი გავიარე კიდეც. მაგრამ არ მეყო. და კიდე უნდა გავიარო კურსი. და LinkedIn-მა მაჩვქვა პრემიუმი 1 თვე. და LinkedIn-ს აქვს LinkedIn Learning, ანუ კურსების პლატფორმა, რომლის გამოყენებაც ამ free trial-ის განმავლობაში შემიძლია უფასოდ, ამიტომ მე ამ შანსს გამოვიყენებ და დავიწყო ბიზნეს ანალიტიკის მეცნიერებას. კლედ ვიპოვე კურსი, რომელსაც ჰქვია Business Analysis Foundations, ანუ ბიზნეს ანალიტიკის საფუძვლები. და მინდა რომ მაგით დავიწყო და 1 საათი ვიმეცადინო, თან ბლოკნოტში ძალიან მიყვარს ყოველთვის რაღაცებს ჩანიშნა, ასევე Notion-შიც ვინიშნავ. თქვენც მეცადინეთ ჩემთან ერთად. Study with me. სახში როგორც უშეკრული მაქვს და საერთოდ შეჭრას ვაპირებ. აი, ასე გამოიყურება ჩემი დესკი და უნდა დავიწყო ამის მეცადინეობა. BA is understanding the business needs. It's using a specific what's being done and why. Is there a better way to do it? Finding needs and recommending solutions that deal problems and identify business needs. ახლა ის 12-ის ნახევარი და მე დღეს შევასრულე. 7 საათიან ძილი. დღეს ნახევარზე ვერავდექი, წავლისდელება შევასრულე, მედიტაციო განვარჯიშია შემსრულებია, მაგრამ რა ვიცი ყველაფერი წინ არის. სამშოუ გეგმის გაწერა შევასრულე. მეცადინეობა მინიმუმ 1 საათი შევასრულე. ახლა რამეს დავწერ და ფილმს ვუყურებ ალბათ უბრალოდ დავიწყებ, იმიტომ რომ დღეს ერთი ფილმი პრინციპში უკვე დავამთავრე. ანუ შეხედეთ რა მეწერე 1 2 3 4 5 გვერდი, ანუ აცეკლია 25 წუთი 9-ის ნახევარზე ვერავდექი, ეს daily habit არ სრულდება დღეს. აუ, ვერ ვქენი ესთეტიურად. ახლა უნდა გავიკეთო მაკიაჟი, 10 ხდება. როგორც თქვი, ვერ მოახერხე 9-ის ნახევარზე ადგომა და მაგას ვერ დავაბტიჭკებ. მაგრამ it's okay. თუმცა თვითცურფი მეძინა. უკვე მოვიდა იმის დრო, რომ მზისგან დამცავე არასდროს არ დამავიწყდეს სახეზე. უკმაკ პრიში კი უდიდესი. კონსილერი, რომლის სახელიც სულ მოვიწყდება, როცა ვიდეოს ვიღებ. ეს ყოველთვის უნდა იყოს დასვენებული. არის საერთოდ სახელი ალბომი მოგეწონათ? მე მოვსვინე მგონი 4 თუ 5 სიმღერას და Dance No More, ხო? DJs no dance anymore და ისე ეგ იყო საკეცო. და ეგ სიმღერა აკვიეტებული მაქვს. თან ძალიან დისკო ვაიბები აქვს, სულ გინდა რომ იცეკო. მგონი მე არ ვიცი მაგიას დასმა და რაღაცნაირია ჩემი სახე. არ შეიძლება ეს რაღაცებს ოპარაკი, იმიტომ რომ რასაც შეძახებს შენს თავს, იმას ამოგძახებს. ეს პრიშიკი. ქიშდები რომ ადამიანები ფიქრობენ შენზე. ყველსა ყოლობა. მე საყიდარ მაქვს დუში, იმიტომ რომ არაფერი არ მოხდა ჩემს წამწამებზე. რაც ვარ ეგ ვარ რა. მეტი არ გამოდის აქედან მეგობრებო. ანუ გთხოვთ რაღა დაობა, რომ ვიდეოს დასაწყისში გრძელი თმები მაქვს და ვიდეოს გადაღების პროცესში ჩემი გრძელი თმებით ძალიან დავიღალე, ნუ მაქამდეც. მოკლედ, ყალში ამომივიდა
გრძელი თმები და შევიჭერი და ახლა ასე გამოვუყურები ოღონდ. იმდენად ყავში ამა მივიდა რომ სამსხურიდან რომ დაუბრუნდი სალონში წასვლას ვეღარ ვახერხებდი და სახლში შევიჭერი. ვერ მოვითმინე. ხო და ეგეთი რაღაც დამჩემდა ბოლო პერიოდის განმავლობაში რომ რაღაც ძალიან თუ მინდა შურები ეგრევე. აი რა უნდა მოხდეს რომ ვინანო არ ვიცი თან თმების შემთხვევაში ყველაზე მარტივი ანუ თმა მაგრამ ეგრე ვარ ხოლმე რა ეს ახალი ტელეფონიც ეგრე ვიყიდა უცებ მეთქი ანუ რას ველოდები და გავაკეთე ანუ რა უნდა ყოფილიყო რომ ეგრე ძალიან მენანა ანუ ეს პერიოდი ცხოვრებას ძალიან ისე უყურებ რომ I don't take it seriously. I'm ხედია კი არ ვიყიდება ან რამე უბრალოდ ანუ რაღაცებზე რადგან სადრი ძალიან ვფოთოვდი ხო აკეთებ რა იმიტომ რომ life is too short to worry and to overthink. და ასე შემდეგ. თან ის არის რომ ისე ვერაფერს ვერ გავფუჭებ რომ ვერ გამოვასწორო რა. მართლა ესე ვუყურებ ახლა ცხოვრებას რომ გარდა დიდი ტრაგედიებისა, ზოგადად ტრაგედიებისა, რომელიც თავის მხრივ ძალიან დიდია, არაფერი არ არის ეგეთ სერიოზული რა. არაფერი არ არის ეგეთი სანერვული, რამდენ რამეზე მინერვულია ცხოვრებაში, რამდენ რამეზე უზომო. ახლა ვფიქრდები, აი რაზე? აი რომ ნერვულობ თან რა ხდება? არაფერი არ ხდება, ანუ იმ სიტუაციას არაფერი არ ეშველება და პირიქით უარესდება ჩემი განწყობა. და არაფერი ეგეთ სანერვულო არ არის ცხოვრებაში გარდა რაღაცებისა. ხო, ახლა გააპდეითებთ რა ხდება და როგორ ხდება, როგორ მიდის ჩემი ჩვევები, დღიური ჩვევები. დღეს 8 ჩვევიდან მე 2 შევასრულე. იმიტომ რომ სამსხურიდან სახლში რომ მოვედი გზაში ისეთი გამოფიტული ვიყავ, ისეთი გამოფიტული, რომ აი აზრი არ ქონდა. იმიტომ რომ PMS-ი მაქვს. ეს ვიდეო შუნა მეთქვა, არ ვიცი ანუ რატო არა. ხო და მაგის გამო ვიწექი საწყულში დიდი ხანი. მე ჩემ შეყვარებული ნახე, უბრალოდ მოვიდა და მოდა განახოთ. დონატები მომიტანა, ანუ ყველაზე საყვარელია. ორი ერთად ჭამეთ და ანუ ვიზილავეთ, იმიტომ რომ დონატი ხო ეგეთი დონატია რა. ანუ უნდა იზილავო და ანუ მე ბოლომდე ვიზილავე და ანუ ერთი დარჩა და მაქვს შეყვარებული ნახე და ახლა რაც ვაკეთებ არის რომ მუშაობ იმიტომ რომ რაღაცა მაქვს ბოლომდე დასასრულებელი და მინდა რომ დღეს დავასრულო და ძალიან მიყვარს ზოგადად სახლიდან ჩემთვის შვიდად მუშაობა. ახლა არის პირველი 14 წუთი უკვე. ой 12 მარტია. გრძნობ სამყაროს მხარდაჭერას და შვიდად მეუყვები წარმატების გზას. მიყვარს რომ გრძნობ ხოლმე ხანდახან რომ ღმერთი ან ზოგი შემთხვევაში სამყარო მე ხშირად ერთმანეთს აიგივე ყვარს და სამყაროს რომ აი გეხმარება რა. აი რაღაცნაირად აი მარტო რო არ გტოვებს საუკეთესო შეგრძნება. ძალიან კაია. მოკლედ ერთი პერიოდი აბიტურიენტი რომ ვიყავი ვუყურებდი ერთ YouTubers გიჟივით ბრიტანელია. ძალიან აი productivity study კონტენტი ქონდა და იმენა ვუყურებდი რა და მაგას რო ვუყურებდი მეგონა რომ კი არა ვგრძნობდი რომ პროდუქტიული ვიყავი. ხო და ძალიან მიყვარს YouTube და ის მინდოდა რომ მეც ყოფილიყავი ამის ნაწილი. ხო და ნუ რო უყურებ მაყურებელი ცხადია უდიდესი ნაწილი ხარ, მაგრამ კრეატორი რო ხარ, ანუ რაღაცა შენ ქმნი, ანუ რაც რა ვიცი, თუნდაც 20 კაცი ნახულობდეს, თუნდაც 5 ნახულობდეს. აი ძალიან refreshing არის და ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ შენი თქმნი რაღაცას რა. ძალიან კაია, იმიტომ რომ ანუ ადამიანები ჩემი აზრით ძალიან შემოქმედები ვართ. ჭირდება რომ რაღაცა თავიდან ბოლომდე ჩვენ გავაკეთოთ და ძალიან კაია. აი ხო განვაგრძობ 27-ია. თქვენ სამგვალებთ ხოლმე? და ხო, არიზოს არ მithოვია და აბა ვნახოთ რამდენი უყურებ სამ ვიდეოს ბოლომდე და თუ უყურებ დამკომენტარე. რა უცნაურია, გრძელი თმები უფრო მიხდება და მოკლე თმები. თუმცა მე პასუხი ვიცი. ბარი მესაც ვიტყვი რომ ახლა რომ ამ ყოველდღიურ ჩვევებს ბოლომდე ყოველდღე ვასრულებ, მაგას ვუყურებ როგორც ოკეის. იმიტომ რომ ახლა მე რომ დავიგრუზო, რომ დღეს რაღაცა ვერ შევასრულე ბოლომდე, საერთოდ თავს დავანებებ. ანუ უარეს შედეგს მივიღებ, ვიდრე ანუ ეგრო დავიყიდო რომ ყოველდღე ბოლომდე ვერ ვიზამ და მაინც შევეცადო დღების განმავლობაში რომ ვქნა. ამიტომ ოკეია თუ რაღაცა გეგმებს მით უმეტეს ყოველდღურს ვერ შეასრულებ, მაგრამ მაინცეთი უნდა გქონდეს რომ კაია თუ შეასრულებ რა. ეგეთი მაინცეთი მაქვს და ძალიან მომწონს რომ ეგეთი მაინცეთი მაქვს. ასევე მე მგონი უნდა დავსრულო ამით ჩემი ვიდეო და მადლობა ვინც უყურეთ და
უფრო კარგ ვიდეოებს დავდებ აწი